სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებაო ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებაო ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, პატივცემულო ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ყველა სამღვდელონო, მდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო. 9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ წუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი და დღეს ჩვენ ფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა. საერთოდ ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას. ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. აი მაშასადამე არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების და თავგანწირვის გზა. აი 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ 9 აპრილი ჩვენი ერის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის მქონე ერის თანამედროვე საქართველოში ათვლის წერტილად იქცა. და ამ სწრაფვის გზაზე რა თქმა უნდა იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომებიც, მშვიდობაც, სიხარულიც ბევრი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას. აი ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომელიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამას ხაზს უსვამენ როგორც ბიბლიის წიგნების ავტორები, დიდი წინასწარმეტყველები და წმინდანები, ასევე ქართველი მემატიანეები წერენ ამაზე ხშირად. და რა თქმა უნდა თანამედროვე ეპოქის წმინდანებიც. ღმერთმა აცხოვნოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს
საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ.